აჭარის ეკომიგრანტები დასახლებულ სოფელ სამღერეთის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. Სიახლე მოსახლეობას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ამცნო. თეთრი წყაროს რაიონში საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40-იან წლებში აშენებული შენობა კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება. სკოლაში მხოლოდ 12 საკლასო ოთახია. გიორგი მარგოლაშვილის თქმით, ახალი სკოლა მოსწავლეებს გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებს. შენობა თანამედროვე სასწავლო ტექნიკით იქნება აღჭურვილი. დღესვე მინისტრმა ადგილობრივებს სკოლის ახალი მაკეტი წარუდგინა. დღეს აქ აი ამ ძველი სკოლის მაგივრად დავგეგმეთ ახალი სკოლის აშენება, აი აქვე აშენდება ახალი სკოლა. სასიხარულო არის, იმიტომ რომ ის ბავშვები, ვინც მომავალ სკოლაში ისწავლის, აი აქ სტენდზე არჩევდნენ კლასებს, რომელშიც შევლენ. ის პროფესორები, მასწავლებლები და დირექტორები, ვინც აქ იმუშავებს, არიან გახარებულები და ბუნებრივია ჩვენც გვიხარია. პროექტი მომწონს და მინდა რომ კიდევ დავამატოთ ამას დარბაზი და მე მგონი ყველას მოსწონს, ვინც აქ არის და ვინც სწავლობს. მე ვსწავლობ ამ სკოლაში 8 წელია უკვე და ზომა ხალის რომ მეტი სტიმული იქნება რომ ვისწავლოთ.